ახლა პროდიუსერი მატყობინებს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება ჟურნალისტებს, რომელიც ჩართვასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ერთი წუთი. ყველას გაგცენ პასუხს ხები გაგცენ. ამე ჩამოგიდები ერთი ბოდიში. მადლობა. მოგესალმებით ყველას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ პირსისხლიანი ნაციონალების დასრულების პროგრამას. და ამისათვის უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მას, რომ ეს ყოველივე მისით განხორციელდა. გისმენთ აბა დაკითხვები გამოვიხდე მე დაკითხვები. ბატონო ირაკლი, ბოლო პერიოდში ჩვენ თქვენგან ვისმენთ განცხადებებს, სადაც თქვენ ოპოზიციის პარტიის წევრებს აკრიტიკებთ და მათზე სხვადასხვა ინფორმაციას აღწერთ. მაინტერესებს ამის მიზეზი რა არის და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს განცხადებები? აი როგორ კითხოს მისვთ, აი მაყურებელს ხო აი დააკვირდით რა როგორი აი ინტრიგნული კითხვა დამისვა პროსტა რა. ალერგია მაქვს ამახსა საერთოდ ეს თავი ხსენებაც არ მინდა თავი ეს სუპრასტინს სო ყოველდღე აი გვარამიამ სუპრასტინზე სემ ალერგია მაქვს საერთოდ თქვენზე რა. არ გისმენთ საერთოდ თქვენი ვინახეთ ეს. მეგობრებო თქვენ კიდე არის რა პირსისხლიანი მერის ნაციონალები საერთოდ რა. აი ხატია დეკანოიძე ყველა მიცით ხო? ყველა მიცით ხო? რა ქუთაისელი საერთოდ არ არის საერთოდ. და უნდა რომ ქუთაისში გახდეს მერი. ეს არის გამორიცხული. მენტი ქუთაისის მერი ვერაძოს ვერ მოხდება რა. რაც შეეხება ნაციონალების პირსისხლიან მეორე კანდიდატს კობა ნაყოფიას. კობა ნაყოფია ხო იცი აი კობა ნაყოფი არის მიგრილი ადამიანი რომელსაც სამიგრილი სახლი არ აქვს ხო? აი პროსტა როგორ უნდა აირჩიოთ მე არ მესმის. მე კახელი ვარ და 10,000-ობით სახლი მაქვს კახიჩი. 10,000-ობით კვადრატული მიწა მაქვს შეძენილი კახიჩი. კობა ნაყოფია როგორ უნდა აირჩიოს? სენაკმა როცა ერთი სახლიც არ აქვს მას სენაკში. ასევე კობა ნაყოფია არის მართლა ნაყოფი რა. მართლა ნაყოფი ის არის 60 ვაშლის ნაყოფი რომ ამომრჩეველმა ჩაკბიჩოს და შეცდომაში შეიყვანო და ნაციონალების პირსისხლები შემოხაზო და ეს 60-სავი დაწყობილი ქვეყანა ბატონი ბიძინას აწყობილი ქვეყანა დააქციოს და დაანგრიოს. ბატონო ირაკლი, ნიკა მელიასთან დაკავშირებით რა სიტყვით? გაიმარჯვებს არჩევნებში. ნიკა მელია და მამამისი არიან ორივე პირსისხლიანები. მამამისი განსაკუთრებით მინდა თქვა ბევრმა თქვენთან არ იცის რომ ბატონი აზორი როცა აკეთებდა გულის ოპერაციებს ხელები ქონა სისხლში გათხრილი. ეგ არის ხელსისხლიანი პიროვნება და მე ზუგდიდელებს მოუწოდებ რომ კარგად დაფიქრდნენ სანამ რამეს შემოხაზავენ. რაც შეეხება კახეთს და გიორგი ბოტკოველს ბატონი გიორგი თურმე 1 ლიტრა ღვინოს უშვება 10 კილოგრამ შაქარს 10 კბობს ამ შაქარს და ეს რა არის იცით ეს კახელ მოსახლეობას ასმევს რომ ეს აუტკივარი თავები აუტკიოს ისევე რა. ხვდებით ხო რა ის სახლა ხო? ძალიან სათნო და კეთილ ადამიანს რო თამაშობს ეგ ეგრე არ არის ვიფასო მეგობრებო თქვენი ბოტკოველი თურმე 4 შაბათობით ერთ-ერთ კინოთეატრში ნუ არ და მოდი ვთქვათ თელავის თეატრში დარბაზში შეყვავს ცხვრები ბევრი ცხვრები მიერეკება შედეკავს ცხვრებს და აყურებიებს ლომისობის კადრებს. აი ეს არის თქვენი გიორგი ბოტკოველი. ბატონო ირაკლი, ქვეყანაში აშკარად იმატა კრიმინალმა. მაინტერესებს რა არის თქვენი აზრით ამის გამომწვევი მიზეზი და თქვენ როგორ შეაფასებდით ამას? თავი ხო რა თქვენ, თქო უნდა თავი იქნება ეს რა, თქო უნდა თავი იქნება. თქო უნდა თავი იქნება, იმიტომ თქვენ არადეკვატურ კითხვებს ვართ, იმიტომ რომ ეს ნაციონალების დრო არ არის, არანაირი კრიმინალი ჩვენთან არის, არანაირი ზედმეტი შეგიძლიათ მაგალითად ღამის 12 საათამდე დილამდე ისევნოთ ქუჩაში არანაირი პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენი შინაგანსაკუთრების სამინისტრო მაღალ დონეზე ყავს საყვანილი უსაფრთხოება და რომელი საათიც არ უნდა იყოს თქვენ შეგიძლიათ თამამად იაროთ თბილისში და საქართველოს ყველა უბანში. აი ხა მაგალითად რომელი საათია? ვა, საათი აღარ მაქვს ხელზე. აი თქო მე ჯინდიში ჩავიდე ერთი წუთი. ვა, შარვალიც მოუპარით. შარვალიც მოუპარეს ამათი დიდი სკვატური. ბიჭო, დარეკე ერთი რა მადლობ ძალიან საინტერესო ჩართვა ქონდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის